კულტურის სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა მხარდასაჭერად კიდევ უფრო აქტიურდებიან და სამომავლო პროტესტზე მსჯელობენ. ისინი დღეს 31 იანვარს საპატიმროში მყოფთა ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და კოლეგებს შეხვდნენ და ერთობლივი განცხადებებიც გააკეთეს. დღესვე ითქვა, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლები ყოველ პარასკევს შეუერთდებიან პატიმართა გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ ყველა ღონისძიებას. მარშების სინდისის პატიმრებისთვის ჩემი აზრით არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აქტი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას და ფართო საზოგადოებას შეუძლია, რომ აწარმოოს და გამოხატოს ამითი საკუთარი პოზიცია, რომ დავანახოთ საკუთარ თავსაც, ჩვენს მეგობრებსაც და მათ შორის მათაც, ვისაც ჩვენ ვებრძვით და ვისგანაც ვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას და სამართლიან სახელმწიფოს. ჩვენთვის ახლა ყველაზე პრიორიტეტულია ჩვენი თანამებრძოლების თავისუფლება და ამ თავისუფლებისთვის ბრძოლაში არ დავიღლებით და ამ ასე ვთქვათ მოთხოვნას არ დავთმობთ. პროტესტის უკიდურესი ფორმა, რომელსაც მიმართავენ ჩვენი თანამებრძოლენი და ჩვენი მეგობრები, არის აქტი, რომელიც არის ძვირფასი, მნიშვნელოვანი და რომელზეც ყველა მოქალაქე და განსაკუთრებით ახლობლები, განსაკუთრებით ბევრს ვფიქრობთ. მიგვაჩნია, რომ ბრძოლა გრძელდება და ამ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი ჩვენთაგანის ჯანმრთელობა. დღევანდელ შეხვედრაზე დაკავებულთა საქმეებზე საუბრის გარდა განხილვის მთავარი თემა მზია ამაღლობელის საქმე იყო. საპატიმროში მყოფთა ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ჟურნალისტის შიმშილობა უმძიმესი ფაქტია და რომ შესაბამისმა უწყებებმა ყველა ზომა უნდა მიიღონ მის გასათავისუფლებლად. პირველ რიგში მინდა მაინც მზია ამაღლობელის ამბავი აღნიშნო, უკვე ძალიან ნერვიულობ, იმიტომ რომ მე-20 დღეა შიმშილობს და ეს ძალიან მაწუხებს. თემურ ქათამაძე მე-15 დღეა და ლაშა ჩხვიმიანი მე-3 დღეა. ეს არის ჩვენი ტრაგედია. ის რაც შეეხება ახლა დღევანდელობას, მე მიმაჩნია, რომ უნდა იყოს ძალიან ამ კულტურის სფეროს წარმომადგენლების უფრო ფართე წარმომადგენლობა. მხატვრები, თეატრი რასაც აკეთებს, არ ვიცი, მადლობის მეტი რა გვეთქმის. უფრო მეტი ადამიანი კულტურის სფეროდან და გაერთიანდეს, ან კონფერენცია მოვაწყოთ, ან გამოფენებით და მოვიწვიოთ, აი ესე ცალ-ცალკე ქვეყნებთან კი არ კონდეს, მოვიწვიოთ ყველა ქვეყნის ელჩი, რომ კონდეს კომუნიკაცია. ამ პროცესებმა, როგორც დატყვევებული ადამიანის ოჯახის წევრები, რაღაცნაირად უფრო დაგვაახლოვა, უფრო შეკვრა და ეხა დღესდღეობით უკვე ის სურათი გვაქვს, რომ ყველა ერთმანეთთან შეკრულები ვიბრძვით ამ რაღაცა ცოტა დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში ეს იქნება კულტურის სფერო, იქნება ეს მუსიკალური სფერო, იქნება სამხატვრო სფერო, იქნება თუ თეატრალური, ფაქტი არის ფაქტი, რომ ყველა ერთად ვიბრძვით ამ რეჟიმის წინააღმდეგ. ერთი წუთით არ გვინდა იფიქროს იქ ზემოთ ვიღაცამ, რომ ჩვენ სადღაც რაღაცა ეტაპზე ან შევჩერდით, ან რაღაცაზე გაუჩუმდით, ან თუნდაც იმდენი ხალხი აღარ არის პირიქით ყოველდღიურად, უბრალოდ პარასკევის რაღაცა ისეთი დღე ავიღეთ 1-2 ისე კვირის განმავლობაში, მაინც ყოველდღიურად ყველა აქციაზე ვდგავართ. უბრალოდ პარასკევი გამორჩეულად არის სოლიდარობის. პირველ რიგში ვიტყოდი ნომერ პირველი ტყვის გასათავისუფლებად, ეს არის ქალბატონი მზია და შემდეგ დანარჩენი პოლიტპატიმრები, რომლებიც დაატყვევა ამ ხელისუფლებამ. უკვე 65 დღეა საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება. მოთხოვნები კი უცვლელია. ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება. მხოლოდ ბოლო 2 თვის განმავლობაში სისხლის სამართლის წესით 40-ზე მეტი პირი დააკავეს. ადმინისტრაციული წესით კი ასობით საქმე აღიძრა. მოქალაქეები ამბობენ, რომ ვიდრე ხელისუფლება შემხვედრ ნაბიჯებს არ გადადგამს, პროტესტი არ დასრულდება.